მადლობთ კი. Ორჩით? დიახ, შეგვიძლია დავიწყოთ. მადლობთ. პირველ რიგში დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ყველა კათოლიკეს და დამდეგი შობა ახალი წელი მთელ საქართველოს. ის რისთვისაც თხოვეთ დღეს ყურადღების მიპყრობა თუ მიქცევა საკითხი რომელზეც მე დღეს იძულებული გავხდი გამემართა პრესკონფერენცია უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ საგაზეთო პუბლიკაციას რომელშიც ის კვლავ კიდევ ერთხელ შეეხო თემებს რომლებიც ჩემი აზრით სასურველი იყო და ალბათ შეიძლება ბევრ შემთხვევაში ვთქვათ აუცილებელიც არ ყოფილიყო ასეთი ტიპის ინტერვიუების, ასეთი სტატუსის მქონე ადამიანის მხრიდან ინტერვიუების საგანი. მაგრამ რადგანაც თქვა, აქედან გამომდინარე, მე დღეს მინდა გავაკეთო განცხადება და ამავე დროს მინდა ძართვარ უპასუხო ყველა თქვენთაგანის კითხვას მრავალ თემაზე, რაზეც შემეძლება, რომელიც ერთ წლის განმავლობაში არ გამიკეთებია. პირველ რიგში დავიკითხავ იმ განცხადებას, რაც ვაკეთებ, შემდეგ გადავიდეთ უკვე თემაზე. ბიძინა ივანიშვილმა და განცხადება პატარა ასე რომ ძალიან არ დაგღლით, ბიძინა ივანიშვილმა თავის პოლიტიკაში შემოსვლა დაიწყო ჩემთან დაპირისპირებით. თუმცა არც მანამდე, არც მას შემდეგ ჩემი მხრიდან რაიმე არაკორექტული მასთან მიმართებაში არ ყოფილა. პირიქით, როცა ის ითხოვდა მაესტროს მართვის უფლებას, ერთლარად უთმობდი. და საერთოდ ერთი წელია მე ხმა არ ამომიღია. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი კვლავ აგრძელებდა ჩემს ლანძღვას და შეურაცხყოფას. მიზეზი ამისა იყო მარტივი. თვლიდი, რომ მას ჰქონდა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შანსი და არ მინდოდა ჩემი მოქმედებებით ამისთვის ხელი შემეშალა. რადგან მანამდე იგივე მიზანს და იგივე მიზნის მიღწევას უზარმაზარი ძალისხმევა შევალია. დღეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლამ გააჩინა უნიკალური შანსი რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისა. მისი უმთავრესი ფუნდამენტია მიუკერძოებელი სასამართლო, თავისუფალი მედია, ბიზნესის დამოუკიდებლობა და შესაბამისად საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა. აქედან გამომდინარე, არც ახლა ვაპირებდი საჯარო აქტივობას და მით უმეტეს ივანიშვილთან წარსულში არსებული გაუგებრობების რკვევას. იმ მარტივი მიზეზით, რომ ზემოთ აღნიშნული ფაქტორების არსებობის პირობებში ადვილად მოახერხებდი ჩემი შელახული უფლებების აღდგენას და დაცვას ეგრეთ წოდებული გადამგდებების წინააღმდეგ სამართლებრივ დავაში. საქმე ეხება როგორც მაესტროს кейსს, ასევე რუსთავიორთან დაკავშირებულ დავას. რომელშიც ხალხს უსვამს რუსთავიორთან დაკავშირებულ დავაში, მე ხელთ მაქვს სამართლებრივად, ანუ სასამართლოს მიერ აღიარებული გადაგდების მტკიცებულება. ეხლა სანამ ჩემი დღევანდელი პრესკონფერენციის მიზანს გეტყოდეთ, მოდით გავაკეთოთ მცირე ექსკურსი უახლეს ისტორიაში. მე ვთხოვ ადამიანებს, ვისაც ეს მომზადებული აქვს ასისტენტს, რომ გაჩვენოთ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობ. პირველ რიგში სანამ გაჩვენებთ, მე წავიკითხავ ციტატებს, უბრალოდ გაგახსენებთ ჟურნალისტებს, რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობდი თავისი შემოსვლის მომენტიდან დაიწყო ჩემი ლანძღვით. ეს არის ივანიშვილის განცხადება 2011 წლის 11 ოქტომბერს გაკეთებული, რომელშიც სხვა მრავალ თემასთან ერთად ივანიშვილი ამბობს შემდეგს. მე ვეკითხები მაესტროს ჟურნალისტებს და თუნდაც მის ადმინისტრაციას თუ დამფუძნებლებს, როდესაც ტელევიზიას მართავს ფსევდოოპოზიციონერის ეროსი კიცმარიშვილის კომპანია, ადამიანს, რომელმაც სხვაც რომ თავი დავანებოთ მისივე აღიარებით 2008 წელს დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად დაასამარა ხალხის რეალური არჩევანი, შეიძლება თუ არა ვიღაცას ჰქონდეს ილუზია, რომ ასეთი ტიპის ადამიანი გახდება თავისუფალი სიტყვის გარანტი. შემდგომ, მე მზად ვარ თქვენს წინაშე ავიღო ყველა ის ფინანსური ვალდებულება, რომელსაც ზემოთ აღნიშნული პირი, კაცმა არ იცის საიდან მოტანილი დაფინანსებით ასრულებს, ფრჩხილებში ან არ ასრულებს თქვენს წინაშე.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიმართო მაესტროს წამყვან ჟურნალისტ შალვა რამიშვილს. შალვაში როცა აკეთებდი დარდუბალას პარიზში ეს ნიჭიერების და შემდეგ შალვა გაგახსენებთ რომ აკეთებდა დარდუბალას რუსთავიორს ეს იყო ჩემი შეკვეთა რუსთავიორის დაკვეთით კეთდებოდა ეს არ იყო ერთი ადამიანის პროექტი ეს იყო დიდი პროექტი რომელსაც აკეთებდნენ უამრავი უნიჭიერესი ადამიანები რომლებიც ამ სფეროში დღესაც მოღვაწეობენ. დღეს რა მოგივიდა რა დაგემართა შალვა შენ ასეთი ელვარე ნიჭით დაჯილდოებული კაცი უნიჭოს როგორ ემსახურები ნიჭი ღვთისაგან ბოძებული მადლია და შენ ამათ ზუღისთა და უკეთურთა სამსახურში როგორ ფლანგავ შალვა როგორ ვერ ხვდები რომ შენს მიერ შექმნილი დარდუბალას პერსონაჟს დაემსგავსე თანდათან შენ ახალ დარდუბალა უნდა ქმნიდე და ამ დროს სააკაშვილთან გარიგებული მაესტროს მეპატრონები დაგარბეინებენ აღმა ხელის ბიჭინით აგრძელებს ეს ციტირებას ჟურნალისტთა შესანიშნავი корпуსი მუშაობს მაესტროში შესანიშნავი ახალგაზრდები არიან ნიჭიერები ლამაზები განათლებული მე მათ როგორც საკუთარ შვილებს ისე უყურებ და ძალიან განვიცი იმ მდგომარეობას რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ ძალიან განვიცდი რომ მაესტროსთვის ცდება ეკა ბერიძე ეს უაღრესად ნიჭიერი და მასთან ერთად მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ჟურნალისტი ხას უსვავ ეკა ბერიძე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უმუშევარი იყო და ის დაბრუნდა ზუსტად იმ დროს როცა მე ავიღე მაესტრო მართვაში გამოსავალი ერთია წამოდით ყველანი ამ ორსახოვანი თუ სამსახოვანი ტელევიზიიდან და თქვენი პროფესიის დასაქმების გარანტიას გაძლევთ. ეხლა გადავიდეთ ბატონ აქუბარდიაზე. ბატონო დავით, მე მახსოვს თქვენი გადაცემა 30 ივნისს, როცა თქვენ ყური აუწიეთ და პოლიტიკურ ფარისევლობაში ამხილეთ ქრისტიან დემოკრატები და მამუკა კაციტაძე, თქვენ მაშინ ბრწყინვალე იყავით. თქვენი არგუმენტები აბსოლუტურად დამაჯერებელი იყო. თქვენი პოზიცია აბსოლუტურად სწორი. იმავე საღამოს თქვენ ეროსი კიცმარიშვილი ყავდათ სტუმრად და თუ პირველ გადაცემაში თქვენ ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იყავით კიცმარიშვილთან საუბრისას საოცრად დათრგუნული ყალბი უნიათო ბრძანდებოდი და აშკარად გეტყობოდათ რომ დაკვეთას ასრულებდით ციტატის დასასრული მე ეხლა ბევრ ციტატას არ გავაკეთებ სანამ გადავიდოდით ამ თემაზე ეხლა გადავიდეთ იმ თემაზე რაც ხდებოდა უკვე 2011 წლის ამ განცხადების საპასუხოდ იმავე საღამოს მე ვიყავი კავკასიის ეთერში და ვიყავი მაესტროს ეთერში და განვაცხადე რომ მე მზად ვარ ერთ ლარად დაუთმო ის კომპანია და ის უფლებები რომელიც გამაჩნია მაესტროს მიმართ იმ პირობებში თუ ის შეთანხმებას მიაღწევს მენეჯმენტის საკითხთან დაკავშირებით. რას იგულისხმებდა მენეჯმენტთან საკითხი, ეს ცალკე დეტალებია, რომელსაც ახლა არ გავშლი, იმიტომ რომ შემდგომში დაგჭირდება. და შევთავაზე რომ ერთ ლარად მას გადავცემდი. ამის შემდეგ რა პროცესები განვითარდა თქვენთვის მეტნაკლებად ცნობილია, უბრალოდ მე გამოვტოვებ ამ ნაწილს მხოლოდ იმიტომ რომ თქვენი ყურადღება დიდად არ დავუღალო, იმიტომ რომ ბევრი წერეთ და ბევრი იკითხეთ ამ თემაზე და საზოგადოებამაც ახლა დაუბრუნდები შემდგომ შუალედურ პერიოდს. მე მინდა მოვისმინოთ უკვე 1 ნოემბრის 2011 წლის 1 ნოემბრის მისი პირველი პრესკონფერენცია გახსოვთ ხო? თუ არ შეწუხდებით. რომელშიც მთლიან პრესკონფერენცია. თქვენ განაცხადეთ რომ მე თანამშრომლობ ეროსი კიცმარიშვილთან და რომ ასეთი ტიპის ადამიანი ვერ გახდება თავისუფალი სიტყვის გარანტი. 2013 წელს კი მისი ფონდი 2020 9 მილიონზე მეტი ლარით დააფინანსეს. რა მიზნით და რისთვის გადაეცეთ მას ეს თანხა და რა შეთანხმება იყო თქვენ შორის და ასევე მეორე კითხვა როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა რელიგიურ ეთნიკურ და სექსუალურ მოხსენებასთან დაკავშირებით. ეს არ გვაინტერესებს ამჯერად იმედია. პირველ კითხვაზე მოკლე პასუხი მაქვს, მე არ ვიცი რა ჩამიგიქეთ და როდის დავაფინანსე. რაც შეეხება პირველ კითხვაზე ვერ პასუხობ, რამდენადაც ინფორმაცია მე მგონი არიან ეროსი არავის არ დამფინანსებია. ეროსის და რაც შეეხება თქვენს მეთო ბანკიდან გამოვითხოვეთ ინფორმაციას და ეს ორგანიზაციების მოახერხეთ წერილობით, მოახერხეთ იმ არ ვიცი, უცხოელად გეუბნებით. ჩამოაყენეთ ინფორმაცია წერილობით, უცხოელად გეუბნებით, შეგიძლიათ ეს გამოახერხოთ და მე პასუხს მიიღებთ, მე არ ვიცი, უცხოელად გეუბნებით, არ ვარ მზად. პასუხი თუ შეიძლება გავჩერდეთ, პასუხი ამ თემაზე არ ყოფილა. მე ეხლაც თქვენ გახსოვთ კრიზისის პერიოდში, მაესტროს თემის გამწვავების პერიოდში, მე მაგ დროს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ამ თემაზე მკითხა, მე ვთქარი, დიახ, ესე იყო. ეხლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ. აქ ბიძინა ივანიშვილი ან ტყუილს ამბობს, ან მეხსიერება ღალატობს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამას გამოძახილი არ ქონია. ხას უსვა 2009 წელს ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუ პარტნიორობდა მათ შორის ჩემს მიერ შექმნილ ფონდ 2020-თან. სხვა შორის აი შემთხვევით წამოღებული მაქვს უბრალოდ ეს საქაღალდე 2020-ის, რომელიც აკეთებდა საქართველოს ეროვნული განვითარების სტრატეგიას. და ამ სტრატეგიის პროექტს ამუშავებდა ეს ფონდი ქართუ, ფონდი 2020 და ირლანდიის ერთ-ერთი წამყვალი უნივერსიტეტის, ლიმერიკის უნივერსიტეტის სერიოზული სამეცნიერო ჯგუფი. ამ პროექტში თანამონაწილეობა ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის
ფონდის მიერ და მისი დაფინანსებით მათ შორის. ასე რომ ესე ვთქვათ, ეს ის ამბავი, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. ეხლა გადავიდეთ, ესე ვთქვათ, ყველაზე საინტერესო მის ინტერვიუზე, რომელიც მან მისცა თქვენს კოლეგას ტელეკომპანია ობიექტივიდან, ქალბატონ ირმა ინაშვილს. აქ არის ორი ნაწილი. ეს არის პირველი ნაწილი ამ ინტერვიუსი, რომელშიც ის ჩემ თემაზე საუბრობს და არის მეორე ნაწილი, რომელსაც ცოტა მოგვიანებით უბრალოდ გადაახოვენ. სათავის დროზე ბატონო ბიძინა, თქვენ ზოგიერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანიაც რაღაცნაირად გააკრიტიკეთ პირველი გამოსვლებისას პოლიტიკური ძალებით, რომელსაც უწოდეთ ფსევდო ოპოზიციონერები, როგორ მოხდა შემდეგ ისე, რომ ეს ადამიანები აღმოჩნდნენ თქვენს გვერდით. თქვენში შეიცვალა რამე თუ მათში? მე მგონი ცოტა ორივენი შეიცვალეთ, ორი მხარე. მეც უფრო სულკაც შეხედეთ პროცესს. მესმის რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი დოზით ყავს უკვე ბოლო პერიოდში, მაგრამ ინტერესს მოусვენთ მე მგონი. ეროსის ყოფნა მაისტრში რა თქმა უნდა და გადაცემის და ის კურირება და ყურადღება რასაც ახერხებდა ეროსის მაისტრში რა თქმა უნდა ძალიან მეკითხველობდა და ასევე მე ეროსი ყავდა მოწვეული გადაცემაში კავკასიაში, როდესაც მე გადაცემა კავკასიაში აკუბადიასთან და ეროსი ეს კაცი ესეთი კაცი როგორც არის და მე მას აღვნიშნები და მისი ყოფნით მგონი ამ ტელევიზიის გარკვეულად ეკარგებოდა პოზიციას. ეხლა ფრაზას დააკვირდით. როგორც ის ჩამოიშორეს, მოხერხდეს, თუმცა მოხერხდა განაკარგებით პასუხს მაისტრო კატიშვილი იყო და გარკვეულწილად ეხლა სარასველი და ხშირად უხსენებდა და ესე შემდეგ. მე მგონი რომ ცოტა ჩავსწორდით. მოხდა, თუმცა ეროსის დასვით და დასვით მოხდეს ყველაფერი. ეს უფრო დინჯად და უფრო რეალისტურად უყურებ ყველა მოვლენას და ფაქტიურად ძალიან პოზიტიური ვიღალი რაღაცებაც. ეხლა ვნახოთ თუ არ შესაძლებელი უკვე მეორე ნაწილი ამ მისი, ესე ვთქვათ, ჩემსთან დაკავშირებით პოზიციის ფიქსირების. მანან ავახსენეთ ქიბარხალვაშიც დაც უნდა ავახსენოთ, ალბათ ქალბატონი ფაქტი, იმიტომ რომ ამაზეც იყო საუბარი, არის თუ არა ეს სტატუსი, გახდა შენ მაჟორიტარი, რომ ხარ ქიბარხალვაშიც და. მოგასწრებით. ცოტა შორის მე ქალბატონს შევხვდი, ჩემთან იყო ურიქში, არა ამ ტელევიზორზე გადასაუბრე. მას ყველა ისე გაქვს მისი ბიოგრაფია, მისი წარმომავლობა, მისი გვარი და ყველაფერი ერთად იგივე საშუალებას რომ ჩვენში არის და მას აქვს ყველა შანსი რომ გაიმართოს. თუმცა არ დაგიმაროთ, რომ აქაც ის ქიბარხალვაშიც დაიყო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პლუსი იყო ჩემს გვარში პირადად. მე ქიბარს არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან სიმპათია იყო absolუტურად ის მათთან მეგონი ურთიერთშორის გვაქვს ეს სანამ პოლიტიკაში მოვიდი, მანამდე ჩვენ აი ახლა ინტერესს მოусმინეთ. საზოგადოებაში გაჩნდება კითხვა, ეს ის ქიბარხალვაში არ არის რუსთავი 2 სპლობელი რო იყო და მის დროს ეს იყო ბოროტების მანქანა. რატომ მოგწონდათ? თქვა და რატომ მოგწონთ ეს კაცი? რა გააკეთა ასეთი გმირული მის ცხოვრებაში? დასვამენ ამ კითხვას. რუსთავი ეს მოდაპრენი ქიბარხალვაში იყო. აბსოლუტურად. შემთხვევით და absolutურად ფორმალურად მე ეს საკითხი ძალიან კარგად ვიცი და ოდესღაც ამაზე ვისაუბროთ, ახლა ეს თემა არ გადავიტანთ. კი ბატონო. ერთ-ერთი ბაბავიცით ნაწილი იცის მან, ნაწილი იცი და ჩვენ გაერთიანებულად ამას ვიქ. მატერიალიზმის ყოველთვის აკონტროლებდა სააკაშვილი და როდესაც ეროსი მოახერხა და თავისი პარტნიორები გააცრუა და მე მას შევხვდი, ძვალი იყო ეს თანამონაწილე ხმოვანებად, ეროსი მოახერხა და ისინი ერთი წამით აქ გააჩერეთ თუ შეიძლება. ერთი წამით დააფიქსირეთ აუცილებლად, ესე იგი ბატონი ბიძინა ბრძანებს, რომ მე ყოფილი პარტნიორები გავაცურე და ძირითადი თანხა ავიღე. მიაქცეთ ყურადღება, რა თანხაზეა ლაპარაკი, არავინ არ ვიცით, რა გავაცურე, არავინ არ ვიცით, მაგრამ დააფიქსირეთ ეს თქვენთვის, რომ ძირითადი თანხა მან გააცურა პარტნიორები და ძირითადი თანხა მან აიღო. გავაგრძელოთ. ეს ეროსი წავიდეთ თუმცა საინტერესო ახლა აღარ არის, მაგრამ საინტერესოა, იმიტომ რომ ბოლო 5 თვეა მე ამ თემაზე ბევრი ინტერვიუ მოვისმინე ივანიშვილის და სხვა შორის მასთან დაკავშირებული ადამიანებს. თუმცა საინტერესოა ეს თემა, თვითონ რუსთავიურს. გავაგრძელოთ. ანუ ქიბარმა რაღაც იცის, ბატონო ბიძინამ რაღაც იცის და ოდესღაც ამაზე იტყვიან. გავაგრძელოთ. ბოლომდე გაშიფრავენ. ერთი წამით სააკაშვილი როგორ?
გავუშვოთ სააკაშვილი რაღაც მე მგონა რაღაც პროცესში თუმცა ჩემი პირადი დამოკიდებულებას ხარდამაზე მივანიშნო რომ თავრობას ახალგაზრდა თავრობას უნდა დახმარება ხელის გამართვა მათთვის ფილმი კეროსი კაცუში გაჩერდით ერთი წამით მოდი ფაქტი დავაფიქსიროთ რომ მე რუსთავი 2-ის დამფუძნებელი თანადამფუძნებელი ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ხმარობთ დამფუძნებელს მაგრამ მოდი ვიხმაროთ თანადამფუძნებელი ყველა თემაზე რუსთავი 2-ის დამფუძნებლები ძირითადი დამფუძნებლები იყო 3 ერთ-ერთი მე ვიყავ ამიტომ თანადამფუძნებელი ვარ აგერ ცოცხალი მემატიანეზის ზვიადი გამახსენა თავის თავით ხო თანადამფუძნებელი რომელიც იმ მომენტში 94 წლიდან ან რუსთავი 2-ის მაუწყებლობის დაწყებიდან 2004 წლამდე იყო რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. მცირე რამდენიმე თვიანი მონაკვეთის გარდა. დანარჩენი ყველა პერიოდში მე ვასრულებდი პრეზიდენტის და გენერალური დირექტორის ფუნქციებს. ახლა რას ბრძანებს ბატონი ბიძინა რომ სააკაშვილს კიდევ ერთხელ ოდნავ გადმოწია უკან თუ შესაძლებელია. კი ბატონო გაუშვათ ის ამბობს რომ ხელს ნერვებს უშლიდი მე რაღაც საკითხებში სააკაშვილს. გავაგრძელოთ. სააკაშვილი არ მალავდა ჩემთანაც კიდე ძალიან მეხუთებოდა და დახმარებოდი რომ როგორ სეროსი ჩამოშორებინა მისთვის. გესმით ხო? თავი და ეს სულდარი ერთი შემახოდა ძალიან საფრანგული ხოდა მივიდა შეხვდა სისტემა და უნდა მახსენებდა საუბარში არ მერნუსკონი ხო არა და ბერლუსკონი ხო არა ვერ გავიგე. ეს მე ვახსენებდი რომ ბერლუსკონი ხომ არა ვარ მასთან საუბარში რომელიც ძალით შეხვდა თურმე. Egrubunne das José პრემიერ-მინისტრი ნერენო ჟვანია მაგასწრაფსული და უკვე ეს პროცესი იყო და მე დამოურიცხავ თუბა ხალვაშმა მეგობრულად რაღაც პოზიცია დაიჭირა რამდენადაც ისიც გძნობდა და სურდა რომ ახალი ხელისუფლება მოვიდა და ხარი დაიჭირა მათთვის რომ როგორმე აღშინებულება გასაგებია ჩვენი ქვეყნის და პარტიიდე ეროსი ჩამოშორებია რომელიც თავსაბეზრებდა სააკაშვილის უნივერსიტეტის კომიტეტი გაჩერდეთ ეცამთ რა გაიგეთ ახლა თუ შეიძლება კიდევ ერთხელ დავაზუსტებ რომ მან და ქიბარმა რაღაც იციან სააკაშვილს თავს ვაბეზრებდი მე პრემიერ-მინისტრობის მოთხოვნით და სააკაშვილი ქიბარს და ბიძინას ეხვეწებოდა მომაშორედ თავიდან ეროსი ანუ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი თუ თანადამფუძნებელი როგორც გაგეხარდებათ პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნით მის თავიდან მოშორებაში მონაწილეობდნენ ბიძინა ივანიშვილი და ქიბარ ხალვაში. ესე გამოდის, რასაც ბატონი ბიძინა ბრძანებს ახლა ამ საუბრიდან. რამე სხვა ხო არ გამოდის ამ საუბრიდან. თუ სხვა გამოდის, მე კითხვებში მოვისმენ ინტერესით. გავაგრძელოთ. შესაძლებელია ამ პროცესებში და ამ პროცესებში დაიწყო ქიბარ ხალვაში. ქიბარ ხალვაში ამ პროცესები დაბნეულა. თქვენც რაღაცა მაგდაგვარი მოტივი ხომ არ გამოდრავდათ, როცა დათმეთ პრაქტიკულად მეცხრეა. ვიცი ახლა აბსოლუტურად ჩემი მაგას როგორ დამიდეთ. თქვენი სურვილი. მაგრამ მეცხრეაზე გამოკიდებულება კარგია რომ შემახსენებთ. ძალიან საინტერესოა მოусმინეთ ყურადღებით, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი რამეც ამბობს. მაშინ როდესაც რუსთავი 2 იყო და ძალიან კარგად აკეთებდა აქტიურად თავს გასინებაში. ეს პერიოდს როდესაც რუსთავი 2 ძალიან აქტიურად იყო ოპოზიციური ტელევიზია. ეს წერტილი შეგიძლია გააჩეროთ. ანუ რუსთავი 2 მაშინ როდესაც მეცხრე არხი სათადარიგო იყო და რატო იყო სათადარიგო ვერავინ ვერ ხვდებით აქ ჯერჯერობით აზრი არაჩანს სათადარიგო იყო მაშინ რუსთავი 2 ძალიან კარგად ართმევდა თავს ამ რუსთავი 2-ს რომელიც ძალიან კარგად ართმევდა თავს ხელმძღვანელობ მე ხო არავის დაავიწყდა ეგ ამბავი რაღაცა ბოლო პერიოდში ისტორიის გადაწერა მიდის და ხო არ წამშალეთ არა მე ვიყავი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი მაგ მომენტში გავაგრძელოთ ეხლა როცა კარგად ვართმევდით თურმე თავს იმას რასაც ბატონი ბიძინა ფიქრობს რომ კარგად უნდა გაართვა თავი გავაგრძელოთ ხდებოდა და ამას რაღაც ამბები ხდებოდა, რომელსაც ხას აღარ გაუსვამს. გაჩერდ. ქალბატონი ირინა ირმას არ ესმის რაზეა საუბარი, მე მესმის რაზეა საუბარი, ამიტომ ის ფიქრობს, რომ რევოლუციის მომზადება იყო ის, რაზეც ახლა ბიძინა ივანიშვილი საუბრობს, რაღაც ამბავი მზადდებოდა. სინამდვილეში სხვა რაღაც ხდებოდა, რომელსაც ბატონი ბიძინა აქვე არ ეთანხმება ქალბატონ ირმას და აგრძელებს თავის აზრს. რაღაც მზადდებოდა. რომ დარღვეულიყო რუსთავი 2-ის ობიექტურობა და რაღაც პროცესები იყო, მაშინ და თუ საფრთხე დაემუქრა თავისუფალ ტელევიზიებს, ჩვენი ხელით განზადებული მომართულნი და პროცესები დაგვიდა ჩვენს. არ დაგშინდა ჩვენ სიგანიტა პროცესები, მოხდა რევოლუციაც, მოხდა შეცვლაც ხელისუფლების, ამის შემდგომ ანუ ერთი წამით გავაჩეროთ აქ. ბატონი ბიძინას პოზიციით გამოდის, რომ ხელისუფლების შეცვლისთვის დაარსა მან მეცხრე არხი? აი ამ საუბრის ლოგიკიდან მე არ ვიცი თუ ესე გამოდის ძალიან ცუდი თუ ესე არ გამოდის მაშინ რატო დაარსა მეცხრე არხი რომ რუსთავი 2-ის ობიექტურობას რომ რამე დამუქრებოდა
მას სათადარიგოდ ქონოდა ტელევიზია. ეს არის ხო ლოგიკურად. ან ეს უნდა იყოს, ან ეს უნდა იყოს. რატო და ამის შემდეგ რატო მოხდა კარგი ამბავი? თუ რევოლუცია კარგი ამბავი იყო, გავაგრძელოთ ახლა ეს ისტორია. კაჩენი გამოუცდელობით პოლიტიკური. იმიტომ მე ანალიზს ავაგებთ. რომ ანალიზი გავაკეთე არ შემოშლებოდა. რატომღაც დამოკიდებულება მქონდა ესეთი ოღონდ პოლიტიკა არა და აფარებული მქონდა ისე რომ აი პოლიტიკას არ ეხებოდა. თუ ანალიზი დავიწყებდი, აი გამანალიზდა 2 საათში ხელა ყველაფერი დაიგე. ეს გაანალიზებულია უკვე. ეს ანალიზი გავაკეთე დღესაც არ მაინტერესებდა. არ ვერეუდი პროცესებში და ეს იყო ჩემი შეცდომა. ამიტომაც მე შლებოდა და ვიფიქრე რომ როდესაც მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება, თქვი რომ ნანატრი ხელისუფლება მოვიდა და ეხლა როგორ ვიკადრო რომ სათადარიგო ტელევიზია დაიჭირო კიდევ და დაუსაფრთხო. ვინც მინდოდა მოვიდა, ამიტომ მე მორალური უფლება აღარ მაქვს სათადარიგო ტელევიზია შევინახო და გამოცხადე ესე შევკრიბე. აჩერე თუ შეიძლება. ანუ ვინც უნდოდა ბატონ ბიძინას მოვიდა 2003 წელს ვარდების რევოლუციით ხელისუფლებაში და მას არანაირი სურვილი და ვალდებულება არ ქონდა რომ შეენახა სათადარიგო ტელევიზია. და ამის შემდეგ მან გააკეთა ის რომ ეს ტელევიზია დახურა და პირადად ჩემთან შეხვედრის დროს ეს ტელევიზია გადმომცა, როგორც რუსთავიორს გადასცა ამ შემთხვევაში ჩემი სახით, თავის უძრავ, მოძრავ, აქტივ სიხშირეებით და ყველაფრით. არა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, არა სააკაშვილს, არამედ 2004 წლის დასაწყისში ეს ტელევიზია და თუ ვინმე უმუშავია მაგ პერიოდის მე-9 არხში გაიხსენოს როგორ მოხდა, გადმოსცა მთელი თავისი, ესე ვთქვათ, ქონებით, როგორც მადლიერება იმისათვის, რომ რუსთავიორმა შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, შეინარჩუნა ობიექტურობა და არ მოხდა ის რაღაც, რომელზეც ბატონი ბიძინა საუბრობს. აი ეს რაღაც რა იყო? ამ თემაზე ის რამდენჯერმე საუბრობს და ეხლაც ბოლო პერიოდშიც ეს ახსენა. გავაგრძელებ, დავამთავროთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მხოლოდ რუსთავიორს სრული ტექნიკურ პერსონალთან დაკავშირებით მისი თხოვნა იყო, რომ თუ რომელიმე მათგანი ჟურნალისტების ჩვენთვის ესე ვთქვათ საინტერესო იქნებოდა და ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მახსენდება იმ შემადგენლობიდან, დღემდე რუსთავიორში მუშაობს დილის ეთერის საინფორმაციო წამყვანია. კინკლაძე მე მგონი ხო, თუ არ მეშლება. გაზდელიანის გარდა კიდევ. ანუკა კინკლაძე. გავაგრძელოთ. აღარ მაქვს მორალური უფლება, რომ კიდევ კვარტეტებში უყურებდნენ მაგრამ ოდესაც შეიძლება და მე რევოლუციაში გადავიდა ამიზეზი დახურა მან ტელევიზია შემდეგ სააკაშვილმა თხოვა რომ ეროსი ნერვებს უშლის და შემდგომ მას და ქიბარს თხოვა რაღაც სააკაშვილმა და ეს რაღაც სააკაშვილის თხოვნისგან იძულების წესით ბიძინა ივანიშვილი მე რამდენჯერმე ხვდება თუმცა ძალიან არ უნდა შეხვედრა რომლის დროსაც თურმე მე ვეუბნები რომ მე არ მინდა ვიყო ბერლუსკონი რომლის შემდეგაც ის მსჯელობს რომ მე არ მინდა ბერლუსკონი ნიშნავს იმას რომ მე მინდა პრემიერ-მინისტრობა ეს არის მისი დასკვნა სინამდვილეში ჩვენი საუბრის აზრი ამ შეხვედრის დროს იყო ერთი რომ როცა ჩვენ საუბრობდით პასუხისმგებლობაზე რევოლუციის შემდგომზე მე ვამბობდი რომ მე ტელევიზიისაგან დისტანცირება უნდა მოვახდინო რაიმე საშუალებით და სხვა შორის ხას უსვავ მაშინ იქნა გამოცხადებული ეს რამდენჯერმე ინტერვიუში მე მაქვს ნათქვამი რომ რუსთავი 2-ის საზოგადოებრივ მაუწყებლად ტრანსფორმაციის სურვილი გამოცხადებული მქონდა მე და აი ამ სურვილის ტრანსფორმაციის სურვილში ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა მზადყოფნას მხარი დაეჭირა. არა ეხლა როცა მე-9 არხთან დაკავშირებით ის ამას აცხადებს, არამედ მაშინ იყო პირველად ესეთი მცდელობა. დისტანცირება მომხდარიყო პოლიტიკურად იმ მომენტში, რომელიც მე იძულებით მოხდი პოლიტიკურად ანგაჟირებულ გარემოში, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანის დისტანცირება მომხდარიყო მედია საშუალებისაგან. გავაგრძელოთ. გადანაწილება არ ეშლება ეს ქალბატონი ირმას პოზიცია იცით თქვენ კარგად მესაკუთრეებს პროვოცირების მანძილზე გადაფორმებულია მაღალჩინოსნებზე იდეა საინტერესო და დავამთავრებ ეს ტელევიზია თუმცა ამაზე მომავალში ვისაუბრებთ მე აქ ერთი შეკითხვაც გამიჩნდა გულწრფელად მოგწონდათ თქვენ რუსთავი 2 და ის პოლიტიკა რასაც რუსთავი 2 ატარებდა იმიტომ რომ იმ პერიოდში შავი პიარი და რუსთავი 2-ზე საკმარისად გამოაცხადეს ვალერე ასათიანი გახსოვთ პირველ ნაწილს საკმარისი იყო კი რა თქმა უნდა ეს იგივეა რაც მე ხო გავიხსენებო სააკაშვილის კადრები და პოლიციის შემდგომ მისასთან გავასწორებ ცეცხლი და დღეს უმნახე ეს კადრები და მანამდე სადღიხარ ესო დავინტერესდი მაშინ როცა პოლიციაში იყო იგივე იქნეს რუსთავი 2-ს ეს არის ჩვენი გამოცდილების შედეგი ეს არის ის რომ ჩვენ არ ქონდა გამოცდილება და არ ვიცით არც რეალური დემოკრატია, არც რეალური ხელისუფლება, არც მისი კონტროლი, არც მედიის მართვა, არც ობიექტურობა და ესე შემდეგ.
ეს არის ყველაფერი ის, რომ ჩვენ მომწიფებელი სახელმწიფო შვილებია და აი ეს იყო ყოველთვის პრობლემა და ეს არის რაც თქვენ თქვით აბსოლუტურად ერთად. რა თქმა უნდა, უმრავში ვიყავ თავიანთი და მიშველდება. თქვენ ძანეთ რომ ასეთია საზოგადოება და ის სახეები დავამთავრეთ. ეს ნაწილი დავამთავრდა და კიდევ ერთი ნაწილი და დავამთავრებ სატელევიზიო ეს თქვათ ბიძინა ივანიშვილის ესე თქვათ მონაწილეობას ამ პრესკონფერენციაში. ეს თემა ეხება თუ არ მეშლება მის წინა პრესკონფერენციას, არა გუშინდელს, არამედ ერთი თვის წინა პრესკონფერენციას. ესეა? უკვე პრემიერის რანგში. მე ისიც ვიცი რომ რუსთავიორზე ორი მესაკუთრე ჩივის, ერთმანეთის კი არ ყოლენ ურთიერთობებს, როგორც მე ისე თქვენ განეციეს ძირითადად, რომ თავდაპირველად მესაკუთრეები, რომლებიც იყვნენ ეროსი კინძმარიშვილის პარტნიორები, დვალი, დავით დვალი და მისი მეგობარი ცდილობენ და არიან უკმაყოფილონი, რომ აქ ეს ტელევიზია პრაქტიკულად წაართვეს, ქიბარ ხალვაში მეორე მხრივ, რომ მეორე გადამყიდველი ამადგან თუ როგორც მოხდა, მასაც აქვს პრეტენზიები, რომ ტელევიზია წაართვეს და ესე შემდგომ ეს პროცესიც მიდის, რომ დაიწყო თავისთავად კარგია, მე არ ვიცი შეიტანეს თუ არა სასამართლოში, მაგრამ უკვე ხმაურობენ ჩემი გამოსახედიდან რეალური მესაკუთრეები, თუმცა მე არ მინდა დასვენები გავაკეთო ეს სასამართლომ და გადაწყვიტოს. ესე იგი ხმაურობენ რეალური მესაკუთრეები ქიბარ ხალვაში, რომელიც სააკაშვილის თხოვნით ცდილობდა რომ მოეშორებინა მასთან ერთად ეროსი კიცმარიშვილი ტელევიზიიდან და დანარჩენი ორი პარტნიორი, რომელიც რუსთავიორის თანადამფუძნებლები იყვნენ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში და ისინი არიან რეალური მესაკუთრეები ბიძინა ივანიშვილის წარმოდგენით. მაგრამ მას არ უნდა რომ მოვლენებს წინ გაუსწროს. ამის შემდეგ გვაქვს უკვე ჩვენ გუშინდელი ტექსტური განცხადება მისი გაზეთში და შემდეგ სატელევიზიო ნაწილი და დავამთავრებ უკვე თქვენს ეს თქვა ცნობის მოყარეობის ვაროტად გამოყენებას. გუშინდელი ინტერვიუ გაზეთ კვირის პალიტრაში. მერაბიშვილი რუსთავიორს რომ ახსენებს, მე შემოვხედოს თვალებში. ბევრი რამ ხომ ჩემ თვალწინ გაკეთდა და ბევრი რამ ხომ ვიცი. ვიცი ქიბარ ხალვას როგორც თხოვეს რუსთავიორის ყიდვა. ოღონდ არ ვიცოდი ის რომ თავის დროზე დვალს წაართვეს ეს ტელევიზია. ეს ხალხი ჩივის დათო დვალს რამდენჯერმე შევხვდი, მენეჯერად მინდოდა მეცხრე ახსნა და კარგად ვიცნობ. ის და მისი პარტნიორი გაწმილებული არიან ტელეკომპანიის წილის 60% წაართვეს, რომ წაართვეს. მერე ქიბარ ხალვას წაართვეს ტელეკომპანია და ახლა ამ ორ კაცს აქვს შეტანილი საჩივარი რუსთავიორის გამო. მეც და საზოგადოებამაც ეს ყველაფერი კარგად ვიცი და როდესაც რუსთავიორის დაცვაზე ლაპარაკობენ, ამით ყველა შეურაცხყოფას გვაყენებენ. ამიტომ მოუწოდეთ თავი დაანებეთ საზოგადოების შეურაცხყოფას და მის მენტალიტეტზე ძალადობას მეთქი. პირველი ფრაზა მინდა გავიმეორო, ესე იგი მერაბიშვილი რუსთავიორს რომ ახსენებს, მე შემომხედოს თვალებში. ბევრი რამ ხომ ჩემ თვალწინ მოხდა და ბევრი რამ ხო ვიცი. მე მინდა ბიძინა ივანიშვილს უთხრა, როცა რუსთავიორს ახსენებ და მაესტროს ახსენებ, თვალებში მე შემომხედეთ, იმიტომ რომ მე ბევრი რამ ვიცი, რა მოხდა და რა გაკეთდა ამის შესახებ. და ბოლოს ნახოთ ახლა ის პასაჟი, რომელიც ეხება უკვე ტელეკომპანია მაესტროს და შემდეგ ჩემი სათქმელი. ინტერნეტ გამოცემა მერგაზეთი, თქვენ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეთ, რომ არ დაუშვებთ პოლიტიკოსებმა და ბიზნესმენებმა ტელევიზიები გამოიყენონ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. მე მაინტერესებს არა ესეთი არ მithქვამს, არ დაუშვებ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენონ, არა. ეს მათი ნება ტელევიზიის მეპატრონებს, როგორც უნდა საკუთარი ტელევიზია ისე გამოიყენოს. აღარ მოხდებათ, არ ექნებათ საშუალება იმისა, რომ ტელევიზიით პრეზიდენტი გახდნენ, რაც იყო და ასეთ მაგალითი მქონდა, რომ აქვს ტელევიზია, სიტუაცია იქნება უფრო სტაბილური, ეს მქონდა მხედველობაში და არა ის, რომ ეჩავერები კონკრეტული მედიის ხელწერაში. ეს არ მოხდება არასდროს, ან მე ან ჩვენი ჯგუფი არ ჩაერევა არასდროს. სიტუაციას დავასტაბილიზირებთ. სტაბილური იქნება ისეთი სიტუაცია, რომ ვერ ააყირაებს ვერც ერთი ბიზნესმენი და ვერც მეორე პოლიტიკოსი იმან რომელმაც ტელევიზია ჩაიდო ჯიბეში თუ გინდ სამიც კი. კონდა ერთად სამიც და მეტის ტელევიზია და ვერა ერთი წამით. აქ საუბარში ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვან რამეს ამბობს ბატონი ბიძინა, ის ამბობს და მე მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ მის იმ ინტერვიუს, რომელიც ქალბატონ ინაშვილთან აქვს მიცემული, ქალბატონ ინაშვილს აქვს გაკეთებული მასთან. იმ ინტერვიუში ის ბრძანებს, რომ რაღაცეები მზადდებოდა, ამიტომ ვინახავდი მე ტელევიზიას და ახლაც მას ესე ვთქვათ, წამოწდენა ჰქონდა, რომ ბიზნესმენი, რომელიც გააკეთებს თუ იყიდის ტელევიზიას და ჯიბეში ვერ ჩაიდებს ის ქვეყანას და პოლიტიკას და ამ შემდეგ.
მე მინდა თუ მას ესე ვთქვათ პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს უთხრა რომ ან თქვას თუ რას გულისხმობს ამ ორ პასაჟში და პირდაპირ დაარქვას სახელები მოვლენებს ან როგორც იტყვიან ამ თემაზე სამუდამოდ დახუროს ეს თემა, იმიტომ რომ მეც ვიცი და მანა ძალიან კარგად იცის, რომ ამ თემაზე ლაპარაკი მისთვისაც და ზოგადადაც იქნება ძალიან მძიმე. ან თქვას და გახსნას ყველა ფრჩხილი, ან გაჩუმდეს ამ თემაზე და გაჩუმდეს ისე, რომ არასოდეს ამ თემას აღარ დაუბრუნდეს, იმიტომ რომ ეს არ მოუტრიალდება არც მას და არც საზოგადოებას სასარგებლოდ. და დავამთავროთ ეს წინადადება კიდევ ბოლო მისი. და ეს შედეგიც მიიღო. აი მომავალში არ მოხდება მე ესე არა. თქვენ როგორ დასვით კითხვა ესე არ მქონდა მეთოდოლოგიაში, ესე არ განვავრცელოთ. არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ შევერევით მედიის მუშაობაში და მის კოორდინაციაში. არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება. უბრალოდ ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ სიტუაციას უფრო სტაბილურს, გაცილებით სტაბილურს, რომ ესე მარტივად ვერ მოახერხოს ტელევიზიის პატრონამ შეცვალოს ამინდი პოლიტიკური ამინდი პროგრამაში. ის რომ მეცეახი და იმპულსა შეიქმნა არჩევნების პროცესში და რასაც თქვათ ისე ჩვენი პრეზიდენტი აცხადებს რომ როგორი დემოკრატია და ეს რომ მოხერხდა ეს რომ მოახერხე ეს იყო ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი სხვა იმისათვის რომ ჩვენ შედეგი მივიღო არა იმიტომ რომ მეც ახლა მაგრად იმუშავა და თქვა ინფორმაციული ვაგონი გახსნა თქვა იგივე მაესტროს მიეცა საშუალება და მაესტრო განიცავდა დიდი ზეწოლა განხორციელდა მეც რაც გახსნაზე და მაესტროს ჰქონდა ეს საკუთრებაში ხო ვიცი ახალი ლიცენზია არ არის არ მოუწია მეც ხერხი ჰქონდა დიდი ხნის აღებული ლიცენზია ჰქონდა მაესტროს და მხოლოდ მაესტრომ გაბედა სხვას ვერ სკოდა კიდე ლიცენზიების სულ ყველანი დავლოკეს მათ და ვერ მოახერხეს ვერავინ ლიცენზიის გასვლისა კი არ მინდოდა სააკაშვილზე კიდე 2 აქცენტები მაგრამ სადღაც ამაკითხვა აბა მეც ხერხი როგორ შეიქმნაო აფერი არ შეიქმნა ეს ჰქონდა მაესტროს ისიც ეომებოდნენ და სხვათა შორის რაც კარგი მოხდა მეც ხერხის ბაზაზე ძალიან გაძლიერდა და განიცავდა მაესტრო იმიტომ რომ ძალისხმევა და ძალადობა რაც მიდიოდა მაესტროზე მთლიანად გარკვევდა მეც ხერხის ჯგუფსა და ომი ძირითადად მეორე მოედანზე გადაეცა მორჩა, მოდით ახლა დავამთავრებ ჩემს სათქმელზე გისმენთ ყურადღებით. კიდევ ერთხელ ძიმია მესმის ერთდროულად აი ამდენი სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ურთიერთგამორიცხავი სამწუხაროდ პოზიციის მოსმენა. ძიმე როგორ აღსაქმელოს, იმიტომ რომ ეს მე ვიცი, პირველი და რაც მთავარი, აი ამ ყველაფრის შემდეგ მე რა მინდა სანამ შევაჯამებთ ყველაფერს. თუმცა შეჯამებაც ეგ იქნება. რომ აი ეს განცხადება უკვე არის ფაქტიურად, მოგეხსენებათ რომ არის ორი დავა. არის თემა მაესტროს ირგვლივ არის იქაც რამდენიმე სასამართლო პროცესია და არის დავა ეგრეთ წოდებულ რუსთავიორის кейსზე, რომელიც არ ვიცი რა სტადიაშია, მე შემიძლია ერთი გითხრათ, რომ 2009 წლის 9 ოქტომბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანუ მე 2009 წელს ვიჩივლე ჩემი უფლებების შელახვაზე, უჩივლე ქიბარ ხალვაშს, მე არ ვიცი ესეთი მოკლე მეხსიერება თუ აქვს, ესე ვთქვათ, ქართულ მედიას არ ამგონია, მაგრამ თუ არა და გაქვთ ყველას ეს საშუალება, რომ ეს მოძებნოთ ეს ინფორმაცია. ჩივილის სამართლებრივი საფუძველი იყო ჩემი დაკარგული უფლებების, დაზიანებული უფლებების აღდგენა და ერთადერთი გზა ამ უფლებების აღდგენის იყო ის, რაც გავაკეთე, იმიტომ რომ სხვა მექანიზმი სამართლებრივი არ არსებობდა სამოქალაქო სამართალში. თუ რაიმე პროცესი ახლა მიდის, რასაც ბატონი ბიძინა ბრძანებს და ის ჩემზე ინფორმირებული, ანუ მან იცის რომ იქ რაღაც 9 ესა 2 საჩივარი თუ ესე იგი სადღაც სხვაგან არის, არა სასამართლოში, ხო, სარჩელია სასამართლოში. მაგრამ ნუ ბატონ ბიძინას ახასიათებს ხოლმე ტერმინოლოგიური, ვთქვათ, ნიუანსებში არ შესვლა, ანუ უბრალოდ არა სწორი ფრაზეოლოგია, რომელსაც ასწორებს ხოლმე მოგვიანებით, ხო? შესაბამისად, გავარკვიოთ თუ სადმე არის საჩივარი, თუ სარჩელი, თუ სხვა რამ ანუ არსებობს რაღაც რუსთავიორის кейსიც, ეთყობა, მე არ ვიცი, მე ის ვიცი რომ მე არ ვარსებობ ამ შემთხვევაში, ვთქვათ, ამ სივრცეში და პატიოსანი ასე ვთქვათ, მფლობელები არიან ქიბარხალვაში და ეს ორი ადამიანი, როგორც ბატონი ბიძინა ბრძანებს, ამ ორ თემაზე ბიძინა ივანიშვილი უკვე პრემიერის რანგში ანუ იმ სტატუსში კი არ როცა ის პოლიტიკოსია საარჩევნო კამპანია მეც იმ პერიოდამდე რაღაცა დროის განმავლობაში ვიყავი პოლიტიკურ სტატუსში შესაბამისად მე მქონდა თმენის გარკვეული ვალდებულება და პოლიტიკური კამპანიის პირობებში ეს ყველაფერი დასაშვები იყო უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში ბიძინა ივანიშვილი მტკიცებულებით ფორმაში ბევრ თემაზე აცხადებს თავის პოზიციას რომელიც უშუალოდ უკავშირდება ჩემი უკვე პოლიტიკის გარეთ იმიტომ რომ მე აღარა ვარ მოგეხსენებათ უკვე წელიწადია პოლიტიკაში ჩემი როგორც ბიზნესმენის, ჩემი როგორც მოქალაქის საკუთრებრივ უფლებებს, რომლის აღსადგენათაც მე ვაწარმოებ სამართლებრივ ბრძოლას, არა პიარულს,
არა ლანძღვაგინების, არა აქციების მოწყობის, არამედ სამართლებრივ ბრძოლას. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი თავისი აღნიშნული ბოლო განცხადებებით ერევა ჩემს ირგვლივ განვითარებულ სამართლებრივ პროცესებში და ამით ზეწოლას ახდენს ამ პროცესების სამართლებრივ გადაწყვეტაზე. ამიტომ მე მიმართავ ბიძინა ივანიშვილს, რომ მან ან საჯაროდ კვლავ დაადასტუროს თავისი პოზიცია, რომელიც მოგასმენინეთ ჩემთან დაკავშირებით და სხვა ამ кейსთან დაკავშირებულ პროცესებთან დაკავშირებით და მაშინ ჩვენ გვეცოდინება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მხარე და ვიმოქმედებთ შესაბამისად, ან ასევე საჯაროდ ბრძანოს, რომ ის რაც მან მოისმინა, რას ვიღაცა რაღაცას ეუბნებოდა, ვიღაცამ რაღაც მოუყვა, მათ შორის შეიძლება იმ მომენტში მაღალი ნდობით აღჭურვილმა ადამიანმა, ვიღაცას ორჯერ შეხვდა და ამიტომ მას აზრი შეექმნა, ეს იყო მცდარი ინფორმაცია, ან გადაუმოწმებელი ინფორმაცია და შესაბამისად მას არ აქვს ამ თემაზე არანაირი მტკიცების უფლება და არ გააჩნია საკუთარი აზრი. მე არ ვითხოვ, კიდევ ერთხელ ვამბობ, უფრო მეც და უფრო მეტი იქნებოდა საჯარო უარყოფა. ანუ მან თქვას, რომ ეს ყველაფერი ესე არ ყოფილა. ვუტოვებ მას საშუალებას ამ მიმართულებით გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც შეეფერება სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლის პრეტენზიას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეხლა ვისმენთ თქვენ კითხვებს. ფორმა შესაძლებელია იყოს ნებისმიერ. მე გითხარით, რომ იმ შემთხვევაში თუ ბატონი ბიძინა არ გამოხატავს საჯაროდ თავის პოზიციას ამ თემებთან დაკავშირებით, რომელიც მე მოგახსენეთ, მე სპეციალურად დაფა მოვიტანე და შესაძლებელი იქნება, რომ მე კიდევ დაგიხატოთ ესე ვთქვათ, რასთანაა კორელაციაში, ძალიან უყვართ ამ ბოლო დროს ეს კოაბიტაცია და კორელაცია და ესე ტერმინები, ამიტომ აი ამასაც დაგიხატავ და გავაგრძელოთ თუ გნებავთ ამ თემაზე საუბარი. მაგრამ თუ ბატონი ბიძინა ამ თემაზე თავის პოზიციას ან დაადასტურებს ის რაც აქამდე ბრძანა 2011 წლის განმავლობაში, 2012 წლის განმავლობაში, მაშინ კიდევ ერთხელ ის იქნება მხარე. მხარის მიმართ უნდა განახორციელოს შესაბამისი ქმედებები, ხო ასეა? მე რა ქმედებებს განვახორციელებ ამაზე დღეს არ შემიძლია საუბარი. დაველოდოთ ბატონ ბიძინას რეაქციას, მით უმეტეს მე ძალიან კარგად ვიცი, რომ მათ შორის იმ განცხადებაზე, რომელიც მე ახლა მაესტროსთან დაკავშირებით წავიკითხეს, ახლობით ერთ კვირაში სრულად საწინააღმდეგოს ამტკიცებდა ეს ადამიანი. შესაბამისად დაველოდოთ მის რეაქციას, იმ შემთხვევაში თუ ის, ესე ვთქვათ, უკან წაიღებს თავის სიტყვებს და მომცემს მეც, მეორე მხარეს მყოფ ადამიანებსაც საშუალებას თავისუფლად, სამართლებრივად იქნეს დაცული სასამართლოში მხარეთა პარიტეტი და სასამართლო მიმსჯელოს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, ეს არის ჩვენი უნიკალური შანსი, რომ სასამართლო იყოს თავისუფალი, რაიმე ტიპის ისტერიული, ამ პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლისაგან. ხაზს უსვამ ნებისმიერი მხრიდან, დღეს სასამართლოს ეს შანსი აქვს. ისევე როგორც ეს არის ჩვენი შანსი, რომ ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხზე, მით უმეტეს გადაგდებასთან დაკავშირებულ საკითხზე, ძალიან პოპულარული სიტყვაა, ხო? მოხდეს სამართლებრივი მსჯელობა და იყოს მიღებული ადეკვატური სამართლიანი გადაწყვეტილება. თუ ეს ყველაფერი ხაზს უსვამ, იქნება აღსრულებული, მე ვიქნები ყველა შემთხვევაში ბედნიერი მოქალაქე დემოკრატიული სახელმწიფოს. თუ ეს ესე არ მოხდება, მე არ მეშინია ბრძოლის, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების 20 წელი რაც მე გავატარე მედიაში, არის ბრძოლების, წაგებების, მოგებების, ზიზღის, სიყვარულის, ახტაცების, ლანძღვის ისტორია და ჩემი 20 წლის ისტორია არის მე მგონი საქართველოში მედიის მშენებლობის ისტორია. თუ ვინმე ხა თქვენთაგანი ამ ასაკში არ არის და ბუნებრივია რომ თქვენ ეხლა იმ ასაკის ახლა რამდენი წლის მე სატელევიზიო გამოცდილებაც ამაქვს, შეგიძლიათ არქივები მოიძიოთ. მადლობთ. პირველი სასამართლოები, ორი სასამართლო მაესტროს თემასთან დაკავშირებით იქნა ჩატარებული, ერთი ეხებოდა ეგრეთ წოდებული ეკონსალტინგის დავას მართვის კომპანიის წინააღმდეგ, მეორე ეხებოდა მაესტროს დამფუძნებლების დავას მართვის კომპანიის წინააღმდეგ, ანუ ერთი ეს სრულად განსხვავებული მხარეებია. ეს ორი პროცესი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს, ანუ პირველი ინსტანცია დამთავრებულია. ამ თემებთან დაკავშირებით თქვენ დიდი ყურადღება თუ არ გინდათ რომ ახლა წავიღოთ ამ თემაზე, იმიტომ რომ დროც წავიდა, თემა მთავარი რომ არ დავკარგოთ, უახლოეს დღეებში მე ვფიქრობ რამდენიმე დღეში მე და ჩემს ადვოკატს გვექნება საშუალება დეტალურად წარმოგიდგინოთ ეს кейსები. რუსთავიორის თემა მოგახსენეთ რა სტადიაშია. თუ შეიძლება ერთი ისე რა ქვია, ან მიკროფონში დავსვათ, ან რიგი დავიცვათ, ხო?
ბატონო როსი, ჩვენ დიდი ხანი არ გვქონია მაესტროს ჟურნალისტებს საშუალება რომ თქვენთვის კითხვა დაგვესვა, ამიტომ მომდევნო დღეებში მოდავართ რა თქმა უნდა მოვალთ თქვენს ბრიფინგზე, თუმცა ახლაც უნდა გკითხოთ. გვაინტერესებს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ როდესაც გაწყვეტილი იყო კონტრაქტი იმ სახლის მესაკუთრესთან, რომელშიც იყო მაესტროს ოფისი განთავსებული, თქვენი დაცვის თანამშრომლები და თქვენ იმყოფებოდით შიგნით, თუმცა ბოლოს როდესაც ჩვენ შევედით, შიგნით იყო დაზიანებული ტექნიკა და ეს ტექნიკა აღწერილიც ასევე იცით რომ flybase არის გატაცებული. თქვენ ამ თემაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, მოპატიეთ ერთი წამით. რაში დააგჭირდათ და რატო არ გამოდიოდით ერთი წლის განმავლობაში და ამ თემაზე ყველა თემაზე მობძანდით სასამართლოზე, ყველა თემაზე მიიღებთ ამომწურავ პასუხს და მე მგონი დაკმაყოფილდებით ამ თემაზე. ვინ დააზიანა თუ შეგიძლიათ გითხრათ ის ტექნიკა რადგანაც მიმდინარეობს სასამართლო დავა ამ თემაზე. მე დღეს ამ თემაზე კომენტარს თქვენთან არ გავაკეთებ. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც არის უშუალოდ დავის საგანი. მაშინ არა შევეშვათ ტექნიკას და თანხებს. მაშინ იქნებ მიპასუხოთ კიდევ ერთხელ, ვინ იყვნენ ის პირები, ვინც შემოვიდნენ თქვენთან ერთად ტელეკომპანიის შენობაში, იმ დროს, როდესაც თქვენ გადმოხდით. კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ. ეს ადამიანები იყვნენ დაცვის სამსახურის თანამშრომლები და თუ ამ თემაზე გაინტერესებთ ინფორმაციის მიღება, ამას არ ჭირდება სასამართლოში წასვლა, მიბრძანდით იმ პოლიციის, იმ განყოფილებაში, რომელიც გამოიძახეს იმ მომენტში თქვენი მხრიდან, ამ შემთხვევაში გულისხმობ მაესტროს იმ მომენტისათვის დირექტორმა და გითხეთ, ამოიღეთ ის ოქმი და იმ ოქმში ნახავთ ყველა გვარს, ყველა მისამართს და ყველა ახსნა განმარტებას. ესეც არის სასამართლო დავის საგანი. ყველა თემა, რომელიც ეხება სასამართლო დავას, მე მზათავარ სასამართლოს შემდეგ ვილაპარაკო. არა, მე იმიტომ გკითხეთ კიდევ ერთხელ, მე რა თქმა უნდა მახსოვს თქვენ რას ამბობდით დაცვის თანამშრომლებთან დაკავშირებით, თუმცა მოგვიანებით ჩვენ იგივე ადამიანები ვნახეთ როგორც ირაკლი ოქროაშვილის სასამართლო პროცესი, ასევე ქართული პარტიის ყრილობაზე, სადაც მათ გვითხრეს, რომ ისინი არ იყვნენ დაცვის თანამშრომლები და არსებობს ასევე შოთა ბეთლემაშვილის ჩვენება, რომელმაც თქვა, რომ თქვენ დაიბარეთ და მოტყუებით შემოიყვანეთ ტელეკომპანიის შენობაში. დაგიდასტურებთ, ეს არის ტყუილი. კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ, რომ ის ადამიანები დოკუმენტურად იმ მომენტისათვის არიან რუსთავის მედიის მართვის კომპანიის დაცვის თანამშრომლები. ეს ერთი. მეორე, ორი ადამიანი, სხვა შორის ერთი პროცესი უკვე დამთავრდა, ორ ადამიანის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, ეგრეთ წოდებული ქურდობის მოტივაციით, ეს ძალიან საინტერესო თემაა, რომელზეც შემდეგ პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ. და ამ ორ ადამიანს დაცვის ორ თანამშრომელს მისჯილი ჰქონდა 12 წლიანი პატიმრობა. მხოლოდ იმიტომ, რომ შეასრულეს რუსთავის მედიის მართვის კომპანიის დირექტორის, არა ჩემი, დირექტორის დავალება ერთი კონკრეტული ნივთის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანასთან დაკავშირებით. ეს ორი ადამიანი 12 წლიანი მუხლით გაამტყუნა სასამართლომ ზუსტად აი ესეთი პოზიციიდან გამომდინარე, რომელიც გააჩნია ამ შემთხვევაში ჟურნალისტს, მაგრამ მანამდე გააჩნდა ტელეკომპანიის დღევანდელ მფლობელებს. კარგით, ბატონო, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 12 წლით ისხდნენ და სხვა შორის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოქტომბრის არჩევნები ირაკლი ოქროაშვილის დაცვის წევრობა, თუნდაც ისინი ყოფილიყვნენ ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები იმ მომენტში ისინი იმყოფებოდნენ ამ სტატუსით და ნებისმიერი პოლიტიკოსის თუ არაპოლიტიკოსის გვერდით დგომა თუ არის 12 წლიანი სისხლის სამართლებრივი დანაშაული ეს მაშინ ჩვენ ახლა სხვადასხვა პლანეტაზე ვცხოვრობთ. სხვადასხვა პლანეტაზე ვცხოვრობთ. კიდევ ერთხელ თქვენ საუბრობთ თქვენს ვარაუდზე, იმიტომ რომ არანაირი მტკიცებულება ამ ვარაუდის არ არსებობს. და თქვენ საუბრობთ ახლა მტკიცებულების ფორმატში ამაზე. გეკითხებით თქვენ, არა, თქვენ არ მეკითხებით, თქვენ კითხვა გაგიმეოროთ, თქვენ რა დასვით, თქვენ გქონდა თუ არა საუბარი ოქროაშვილთან, იმიტომ რომ არსებობს სატელეფონო ჩანაწერები, სადაც თქვენ საუბრობთ ოქროაშვილთან. არა კი არა, ასე დასვით კითხვა. დავამთავროთ ეს ნაწილი. არ მინდა რომ გაგიბრაზდეთ, გულწრფელად გეუბნებით. თქვენ კითხვა დასვით არაკორექტულად. დასვით კორექტულად გიპასუხებთ. ოღონდ გამოიყენეთ კორექტულად დასმული. ოქროაშვილთან მაშინ როდესაც იმყოფებოდით მაესტროში შემოწმეთ. ყველა კითხვა, რომელიც ეხება მაესტროსა და მართვის კომპანიის ჩემ პირად ურთიერთობის საკითხებს, არის სასამართლო კეისი, მობძანდით სასამართლოში და ამ სასამართლოზე დაინახავთ რა
როგორ და რატო განვითარდა. გარდა იმისა, რა თქვენ დაინახეთ. მადლობა. ბატონო ერესი, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ნინო სამყურაშვილი. ბატონო ერესი, თქვენ წამოწიეთ დღეს ძირითადად მაინც უფრო რუსთავი 2-ის თემა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს დომინირებს, ეთყობა ძალიან აწუხებს ეს თემა პატივცემულ პრემიერს ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ სხვა თემები დაალაგებულია უკვე. ორ ნაწილად რომ დავყოთ. ერთგვარად თქვენ როგორ შეაფასებთ, იმიტომ რომ ბატონი ბიზნესმენი მართლა ძალიან ხშირად საუბრობს ამ თემაზე, იგივე დვალთან შეხვედრაზე და ასე შემდეგ. და თანადამფუძნებელი მაშინ ამ შემთხვევაში იყავით თქვენც, ხომ? ორ ნაწილად რომ გავყოთ, დღევანდელი მდგომარეობა მაინც ერთგვარად რომ შეაჯამოთ, როგორი არის რუსთავი 2-თან მიმართებაში და ახალი ხელისუფლების დამოკიდებულება და მეორე ნაწილი. ერთგვარად ხომ არ არის გამოდის მცდელობა, რომ თქვენც გაქვთ პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ის დავა თუ არ ვიცი, რაც მიმდინარეობს, თქვა თქვენც იყოთ. მოდით კიდევ ერთხელ ვკითხულ, რა თქმა უნდა, მე არ ვიცი, მე არ შემიძლია შევიდე სამართლებრივ შეფასებაში, აქაც ვტოვებ უფლებას ამ სამართლებრივი შეფასებისას სასამართლოსთვის თუ იმ ორგანოსთვის, სადაც თქვა პატივცემული პრემიერი საუბრობს, არ ვიცი რაზე საუბრობს, ოღონდ სარჩელია საჩივარია. თუ საჩივარია, მაშინ ეს უნდა იყოს ალბათ უფრო უფლება სამართალდამცავების მიმართ, ხო? ან პროკურატურის მიმართ, ხო? სარჩელია, მე მგონი საჩივარიაო ბატონი ბიძინაბძანებ და გუშინ. ორი საჩივარია შესულიო, სად არის შესული მე ჩავთვალე სასამართლოში იყო, მაგრამ თუ სხვაგან არის, იქნებ თქვენ გაარკვევთ, ძალიან საინტერესოა თავისთავად. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით, მე არ შევალ ამ შეფასებაში, კიდევ ერთხელ ხას ვუსვავ, ზუსტად იმიტომ, რომ ამ თემას ექნება და ალბათ ექნება რაიმე ფორმის სამართლებრივი განვითარება. რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, მე გითხარით, რომ მე რუსთავი 2-ის ჩემი კუთვნილი უფლებებისათვის ბრძოლა მქონდა იმ მომენტში, განსხვავებით სხვა ადამიანებისაგან, რომლებიც თქვათ, დღეს აეხილა თვალი, ან მანამდე თქვათ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და თქვათ, ორი მანქანა თურმე დაინახეს, რომელიც უკან მიყვებოდა და ეს უკვე საფუძველი გახდა, რომ ტელევიზია გაეყიდათ და ასე შემდეგ. ხო? მე არც მაშინ მეშინოდა, როცა ჩემ ჟურნალისტს კლავდნენ, როცა ჩემ ჟურნალისტებს იჭერდნენ და ან დაჭერით ემუქრებოდნენ, არც მაშინ მეშინოდა, როცა პირადად ჩემი დაჭერით ან სხვა თემით მემუქრებოდნენ და ვაგრძელებდი ბრძოლას. ამიტომ იმ თემებზე, რაშიც თვლიდი სამართლიანად ჩემ უფლებებს შელახულს. ახლაც იგივეს ვამბობ. ამ თემაზე სამართლებრივი დავა მე იმ კონკრეტულ кейში, რომელიც 2009 წლის 9 ოქტომბერს ეხება, ვაწარმოე კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ, რომ სხვა სამართლებრივი ფორმა მე არ გამაჩნდა, ეს ადამიანი არის ქიბარ ხალვაში და მოვითხოვე ჩემი კუთვნის უკან დაბრუნება. სასამართლომ მიზეზი აქ იყო ის, რომ ქიბარ ხალვაშმა მე გადამაგდო. და არ შეასრულა ჩემს მიმართ ნაკისრი ვალდებულებები. და სასამართლომ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მხარე, ანუ სასამართლომ თქვა, რომ ქიბარ ხალვაშზე ჩემი მოთხოვნა ხანდაზმულია, იმიტომ რომ ქიბარ ხალვაშს კი არ უნდა ვედაო, თურმე უნდა ვედაო მე შპს პანორამას, რომელსაც ქიბარ ხალვაში წარმოადგენდა. ანუ ეს თქვა სასამართლომ, ეს თქვა ეგრეთ წოდებულმა სააკაშვილის პერიოდის სასამართლომ, თუმცა ეს არის უკვე დადასტურებული და ძალაში შესული ფაქტი. ანუ მან დატოვა ქიბარ ხალვაშთან ჩემი დავა ასეთ ფორმატში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რაც ამ სასამართლომ გააკეთა ჩემს სასარგებლოდ, თქვა ის, რომ მე ქიბარ ხალვაშისაგან არაფერი მიმიღია, შესაბამისად ქიბარ ხალვაშმა მე გადამაგდო. მარტივად რო ვთქვა, ქიბარ ხალვაშმა ჩემგან წაიღო ქონება, რომელშიც ფული არ გადაიხადა. ოღონდ იმის გამო, რომ ვადა გაუვიდა ამ მოთხოვნას, ანუ მე ვთვლიდი, რომ ეს იყო 5 წლიანი ვადის საფუძველი, რადგანაც ეს მე ქიბარ ხალვაშთან მქონდა დავა. სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო 3 წლიანი მოთხოვნა, რადგანაც მე ქიბარ ხალვაშთან კი არა, თურმე პირამიდასთან, რომელიც ქიბარ ხალვაში დაფუძნებული ქიბარ ხალვაში დირექტორი ქიბარ ხალვაში ხელის მომწერი იყო, 5 წლიანი ვადა კი არა, 3 წლიანი ვადა იყო და შესაბამისად ხანდაზმულობის გამო, ანუ ვადა გასულა ჩათვალა. ანუ ფაქტი დადასტურებულია მე გადამაგდეს, მაგრამ ჩემი უფლებები არ აღდგა. თუ რაიმე სხვა ფორმით დაიწყება ამ თემაზე, არა მარტო ჩემს, არამედ რუსთავი 2-ის თემაზე, მე ინტერესით ველოდები ამ პროცესს და მივიღებ მონაწილეობას იმ ნაწილში, რაშიც მიმაჩნია ჩემი თავი უფლება შელახულოთ. დიდი მადლობა. ამ შემთხვევაში ამბობთ, რომ გადაგარკვევთ. როგორც ქიბარ ხალვაშმა, ისე აი ამ ქალბატონის ჟურნალისტის დამფუძნებლება. და ამ ორ თემაზე მე ესე ვთქვა, მაქვს სამართლებრივი დავა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი უფლების აღდგენასთან დაკავშირებით, თუ ესე გინდათ ფორმულირება, ასე გეტყვით, რუსთავი 2-ის ირგვლივ პროცესი რა ფორმით განვითარდება, იმის მიხედვით გეტყვით, მაგრამ მე მაქვს დავა ჩემი შელახული უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში თქვენ ამბობთ, რომ ქიბარ ხალვაშმა გადაგარკვევთ.
სად არის ამ შემთხვევაში დვალი და ჯარჯიაქიმიძე? ეგ უნდა კითხოთ დვალს და ჯარჯიაქიმიძეს. ისინი აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ დამფუძნებელი და აქვს პრეტენზია. მეც ვარ დამფუძნებელი და მეც მაქვს პრეტენზია. ჩვენ ამბობთ მხოლოდ ქიბარხალვაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებობს რეალური კიდევ ერთხელ ჩვენს არ ვაპირებ მე ამ თემაზე გითხარით, არ ვაპირებ მე ღრმა საუბარს თემაზე, რომელიც ხვალ გახდება სასამართლო ან სხვა ტიპის განხილვის საგანი. არ ვაპირებ მე წინასწარ ვილაპარაკო იმ არგუმენტებზე, რომელიც მე გამაჩნია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მე ვამბობ მხოლოდ ერთ რამეს, რომ მე მაქვს 2009 წელს ნაწარმოების სამართლებრივი ბრძოლა ჩემი უფლების აღსადგენად რუსთავი 2-ის თემასთან დაკავშირებით და ამ თემაზე სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ მე ვარ გადაგდებული. რაც შეეხება სასამართლოს დადგენილებას მილიონ ნახევარამდე გადასახადა და თქვენ აპირებთ გაასარჩივროთ სასამართლოში თუ უახლოეს დღეებში სასამართლო განიხილავს ამ ჩვენი პოზიცია ამ თემაზე გამოჩნდება. არა ჩემს, როგორც თქვენი დირექტორი ბრძანებს დამფუძნებელი რომელიღაც, არამედ მართვის კომპანიასთან დაკავშირებით. სამართლებრივად თუ შეიძლება ეს გამიჯნოთ, როცა სიუჟეტს გააკეთებთ. ანუ მე კი არ დამაკისრა რამე სასამართლომ, არამედ დააკისრა კომპანიას. რას აპირებს კომპანია? რას აპირებს კომპანია უახლოეს მომავალ შეიტყვეთ. რაც შეეხება თქვენ ყვებოდით რამდენიმე ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდს, ასევე როგორ ხდებოდა შეხვედრა ბიზნესში. ხო, ამას რაც შეეხება, მე ერთ დეტალს ვიტყვით. არა, მე არ ვაპირებ კიდევ ერთხელ. ეს არის მემუარისტიკის ნაწილი. ალბათ 30 წლის შემდეგ, როცა ეს თემები გაცივდება, ამ თემებზე ძალიან ბევრ საინტერესო წიგნს დავწერ. იმიტომ რომ ეს თემები არის საქართველოს თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპოქა, რომელშიც არიან სხვადასხვა ძალიან საინტერესო პერსონაჟები. შევარდნაძე, პატარკაციშვილი, ჟვანია, სააკაშვილი, ივანიშვილი, ბევრი დღევანდელი თუ წარსულში ცნობილი სახე და მოღვაწე. ეს იქნება ძალიან საინტერესო წიგნი, მაგრამ თქვენ რო იქნებით ჩემი ხნის, აი მაგ პერიოდში დავწერ მე მაგ წიგნს. აქედან გამომდინარე, დღეს მე არ ვაპირებ არც ერთ თემაზე, რომელიც ეხება წარსულს, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს პროცესზე, საჯარო პრესკონფერენციის ნაწილში ლაპარაკს. ჭორის დონეზე კიდევ ერთხელ მე გითხარით და მიგანიშნეთ, რომ თუ სააკაშვილმა სთხოვა ივანიშვილს და ასევე სთხოვა ქიბარ ხალვას, თუ ივანიშვილმა და ქიბარ ხალვაშმა რაღაც გააკეთეს, რომელშიც მე დვალი და აქიმიძე ფული არ მაიღეს და ეროსიმ ფული აიღო, ეს ის თემებია, რომელიც კითხვა უკვე ჩემთან კი აღარ არის, უკვე კითხვა არ იმ ადამიანებთან, ვინც მე ჩამოგითვალეთ. თორე ჭორით მე შემიძლია ვთქვა, რომ ვიღაცამ ფული აიღო, მე სადღაც წაიღო, მე ვიღაცა გადააგდო და აქედან გამომდინარე მეც უდი ვარ. დაგიხატავთ, აი ახლა მოდი მარტივად დაგიხატავთ. როცა დაიწყება სასამართლო დავა, გავეცნობი ის რაც შემიძლია გარანტირებულად გითხრა, რომ მესამე მხარე აუცილებლად შევალ ნებისმიერ პროცესში, რაც ამ დავას უკავშირდება, ოღონდ რა პოზიცია მეკავება ამ თემასთან დაკავშირებით, იქნება, მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ რა. არსებობს ორი თემა. არსებობს სიმართლე და არსებობს სამართალი. არსებობს ის რა მოხდა და არსებობს ისე როგორ უნდა დასაბუთდეს რაღაც გადაწყვეტილებები. ანუ თუ სიმართლეზე და სამართალ შორის სხვაობაზე ვსაუბრობ, სასამართლოში სიმართლე არ დინდება ყოველთვის, დინდება სამართლიანობა. და შესაბამისად ძალიან რთულია დღეს თქვა სიმართლე რაც იყო, ის არავის არ ჭირდება ხვალ. თუ შენ მისი დამტკიცება ვერ მოახერხე. რა დამტკიცდება სასამართლოში? ამაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ სიმართლე არის ის, რომ მე ქიბარ ხალვაშმა გადამაგდა, ხო? მაგრამ სასამართლომ თქვა, რომ შენ ვეღარ მიიღებ უკან ამას ამ გზით, იმიტომ რომ ქიბარ ხალვაშთან შენ ეს დავა არ ქონია, იმიტომ რომ შენ დავა ქონდა კონკრეტულ კომპანიასთან, რომელთაც ვადა გაგივიდა 5 წელი. მორჩა. ეს არის სამართლებრივი გადაწყვეტილება სამწუხაროდ, მაგრამ ამას კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან იმ ფორმით, რა ფორმითაც მე რეალურად ვთვლიდი, რომ დაიღო ჩემი უფლება. ხვდებით, ხო? კიდევ ერთხელ გიფიქსირეთ. ესე იგი, არსებობდა 3 დამფუძნებელი. ხო? ეს არის ეროსი. 3 არა 4 არსებობდა, მაგრამ ნუ მე-4-ია ნიკა ტაბატაძეზე, ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად მიდის საუბარი, იმიტომ რომ 10%-ის მფლობელი იყო. არის დვალი და არის კიდევ ერთი ადამიანი ჯარჯი, რომელიც არავინ არ იცის, ვინ არის, მაგრამ უარი. ძალიან არ იცის როგორ, საჯარო ცნობილი ფიგურა არ არის, ხო, ისე ნორმალური ადამიანი, ხო? არსებობდა ეგრეთ წოდებული კომპანია რუსთავი 2. ნუ ჩავთავაზობ ნიკაც არსებობდა. კომპანია რუსთავი 2. არსებობდა ქიბარი. არსებობდა ივანიშვილი. არსებობდა სააკაშვილი. ხო? ამ ერთ საწყალ იმაზე, მიშიკოზე, ხო? კაკაშვილ ცაცის წეყვარებია ბატონი, ხო? ეხლა ბატონი ბიძინას პოზიციით.
ქიბარი არის კარგი კაცი, რომელსაც სააკაშვილმა თხოვა, რომ მოეშორებინა ეროსი, ну ბუნებრივია ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ თვითონაც არის ძალიან კარგი კაცი, იმიტომ რომ თავის თავზე ხო არის უცებ ცუდი ადამიანია, ხო? ეს კარგი და მე ვარ ღვთის გარეგანი. ოღონდ რატო? ეს არის გაუგებარი. აი ეს არის ჩემი დღევანდელი პრესკონფერენციის მიზანი, რომ ბატონ ბიზნესს ვკითხო, ან ეს როგორ არის ახსნას კიდე ერთხელ გარკვევით და მზად ვარ ინტერესით. საჯარო, დახურულ და სხვა ფორმით შეხვედრაზე ვესაუბროთ ამ თემაზე, ვისაუბროთ. ან თქვას, რომ ეს რაღაცა გაუგებრობაა, რომელიც მან თქვა საარჩევნო კამპანიის პერიოდში, დღესაც და გუშინაც რაღაცა წამოწდა და გაუგებარი იყო, ეს არ უთქვამს, და თქვას, რომ ეს ყველაფერი არ არსებობს. ეროსიც კარგია, დვალიც კარგია, ჯარჯიც კარგია, სააკაშვილი დარჩეს თავის აზრზე, არავინ არ ედავება და თვითონ და ქიბარი რომ კარგები არიან, კარგები არიან. და ამით გაათავისუფლოს სამართლებრივი სივრცე და არ ჩაეროს ამ პროცესში. გასაგებია ხო რა ვთქვი? მადლობა. მე არ შევაფასებ. მე ხას უსვამ, მე 2011 წლიდან პოლიტიკაში აღარ ვარ. მე ვარ დღეს ჩემი უფლების აღსანიშნავი. ეს კონფერენციები ბატონი ბიძინა, მე მგონი კარგად ხელმისაწვდომია განსხვავებით სააკაშვილისაგან. ხშირად აკეთებს პრეს კონფერენციას. არ ვაკეთებ ბიძინა ივანიშვილის როგორც პრემიერის შეფასებებს, არა მაესტრო, არა რუსთავიორის თემის გარეთ, უბრალოდ ამ თემების გარეთ მე ბიძინა ივანიშვილის შეფასებებს დღეს არ ვაკეთებ. მარტივი მიზეზის გამო, რომ მე არა ვარ პოლიტიკურ პროცესში და არც ვაპირებ ისეთ დიდი შეცდომა იყო, მაგრამ იძულება იყო ორჯერ თუ სამჯერ მომიწია პოლიტიკაში ჩართვა, ეს იყო ყოველთვის იძულებითი ნაბიჯი. გარკვეული მოსაზრებებით. ეხლა იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ პრეს კონფერენციის მერე სხვა მიზეზებით შეიცვლის თავის აზრს, თავისუფალ მედიასთან დაკავშირებით, შეიცვლის თავის აზრს სხვა თემებთან დაკავშირებით, მისცემს სასამართლოს და საზოგადოებას სამართლიანად იქნეს გადაწყვეტილი პროცესი, რომელშიც შეიძლება მე აღმოჩნდეს სრულიად აღდგენილი უფლებებში და შემდეგ გადავწყვეტ მე რას გავაკეთებ როგორც მოქალაქე, იმიტომ რომ მიმაჩნია თუ დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვრებ, მე მგონი პროფესიული თვალსაზრისით საქართველოში ყველაფერი დამაბრალეს, მაგრამ მე რომ მაგარი პროფესიონალი ვარ ტელევიზიაში, ჯერჯერობით ეს ვერავინ ვერ გაბედა რომ ეთქვა. მოვლენების განვითარებას როგორ ველოდებით? გითხარი ჩემი მოვლენების განვითარება. უახლოეს დღეებში კიდევ მექნება პრეს კონფერენცია, ოღონდ უკვე სხვა თემაზე, გულისხმობ კონკრეტულად იმ თემებზე, რომელიც სასამართლოს უკავშირდება, უკვე ადვოკატთან ერთად, იმიტომ რომ ისინი განახორციელებენ დაცვას და ამიტომ მე არ მინდა შევიდე ბოდის გიხდით რომ გავღიზიარდი, მაგრამ ძალიან გზნობიარე თემაა ჩემთვის ეს თემა. და აქედან ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ ჟურნალისტი ხართ და მე დაზარალებული ვარ. თქვენ დაზარალებული თუ ხართ, მაშინ ვიცინო. და თუ ჩემი მიზეზით ხართ დაზარალებული, ეგეც მითხარი. მე თქვენ არ დამიჯარალები ხართ, იმიტომ რომ მე შევქმენი ყველაფერი იმისათვის, რომ თქვენ გემუშავათ და ყოფილიყავით თავისუფალი ჟურნალისტი. შარშანცი ხელფასი არ აუღია და ამიტომ ჩემზე მაწყენია. მანამდე რომ ტელევიზიას საერთოდ არანაირი შანსი არ ქონდა განვითარების. ხო და კიდევ ერთხელ ბოდის გიხდით იმ დისკომფორტისათვის, რომელიც ჩემმა ქირურგიულმა ოპერაციამ გამოიწვია მაესტროს თავისუფალ ტელევიზიას ჩამოყალიბებაში. სამწუხაროდ ეს ისეა. დავამთავროთ მე მგონი რა მე ხას უსვამ, მე არ შევდივარ შეფასებაში. მე ჩამოგითვალეთ მისივე საუბარი და გითხარით ის რა თქვა მან. ბოდის გიხდით. ქიბარ ხალხს კი არ ეხმარება სააკაშვილმა თხოვა. კიდევ ერთხელ ნახეთ ხალბატონ ირმასთან ხელმისაწვდომია ეს ინტერნეტში აქვედან ამოვიღეთ ინტერნეტიდან. მე არაფერი ორიგინალური კომპრომატები არსად არ შემინახავს. ეს დევს ღია მოხმარებაში. ბატონი ბიძინა ბრძანებს რომ მას სააკაშვილმა თხოვა რომ მოვეშორებინე თავიდან. და ქიბარს თხოვა რომ ასევე მოვეშორებინე თავიდან. ეს ორი ადამიანი უყურე ერთმანეთთან არ შეხვედრილი ადამიანები, სულიან ერთმანეთში სიმპათიას, იმიტომ რომ ეს ორი ადამიანი მონაწილეობდა ჩემი მოშორების ოპერაციაში. რა მოშორების ოპერაციაზე ლაპარაკი გეუბნებით აგერ. რაში მონაწილეობდა თქვას ბატონო ბიძინა. იმიტომ რომ ბატონო ბიძინა უკვე რამდენჯერმე ამბობს რომ მე ამას ვიტყვი. ქიბართან ერთად ვიტყვი, ველოდები ინტერესით რა სიტყვის. ანუ თქვენ იმიტომ რომ ეს დაპირებაა, ხო, როგორც ახლა დენის დაპირებაა და მისის დაპირებაა, ხო, სამართლიანი სახელმწიფო ეს დაპირებაა, ამიტომ თუ ეს საზოგადოება და მე ვფიქრობ, რომ თქვენი დღევანდელი ინტერესი ჟურნალისტების არის დემონსტრირება, რომ თემა არის ცხელი, რატომ არის კარგია, ცუდია, ეს არის ცხელი, ამიტომ საზოგადოებას თუ აინტერესებს დავამთავრებ, თუ საზოგადოებას ეს აინტერესებს, ბატონ ბიძინას აქვს საშუალება ამ თემაზე თქვას თავისი აზრი. ძანოს მე ველოდები ინტერესი. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ რუსთავიორის ხელში ჩართება უნდა ბიძინევანის. არ შევდივარ. რამდენიც გითხეთ, გინდათ გითხოთ, ვერ მიიღებთ იმ პასუხს, რა თქვენ ჰედლაინში გჭირდებათ. არ მოგწევთ ამას ისე როგორც თქვენს კოლეგას არ მოგწევთ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი უფლება. მადლობთ. კარგად ძანდებოდეთ. მეტი რა უნდა ვიგე?